მოგესალმებით. დღეს საუბრობთ თალესზე, ძველი საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მათემატიკოსზე და ფილოსოფზე. ის ცნობილი იყო არა მხოლოდ გონიურულობით, არამედ არ მახსოვს. თალესი მოღვაწეობდა ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში, მილეთში მას უწოდებენ მეცნიერული აზროვნების მამა. What? Bro, what are you talking about, man? თალესი მოღვაწეობდა ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში, მილეთში. აუ ეს რა მუსიკაა, გაფიცეთ რა. თალესი მოღვაწეობდა ძველი წელთაღრიცხვით მე-6 საუკუნეში, მილეთში. მას უწოდებენ მეცნიერული აზროვნების მამას. პირველი იყო, ვინც მზის დაბნელება იწინასწარმეტყველა და მრავალი მათემატიკური თეორემა დაამტკიცა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი წვლილი გეომეტრიაშია, კერძოდ კი თალესის თეორემა. ჯერ ერთი წუთიც არ გასულა. თალესის თეორემა ამბობს, თუ კუთხეზე გავატარებთ პარალელურ წრფებს, მაშინ ისინი კუთხის გვერდებს თანაბარ პროპორციებში გაყოფენ. ესე იგი, თუ გვაქვს სამკუთხედი და პარალელური წრფე გავატარებთ, ის გვერდებს ისე დაყოფს, რომ პროპორციები არ შეიცვლება. ედითი და მიფასეთ რა. ახლა თალესის თეორემა პრაქტიკაში გამოვიყენოთ. წარმოვიდგინოთ, რომ შენობა გაქვთ და მისი სიმაღლის გამოთვლა გინდათ, მაგრამ არ შეგიძლიათ პირდაპირ გამოთვალოთ. როგორ გავიგოთ სიმაღლე თალესის თეორემით? შენობიდან მოვხაზოთ სამკუთხედი, რომლის ერთ-ერთი გვერდი კათედი 50 მეტრია. სამკუთხედში გავავლოთ პარალელური ხაზები, ყოველი 5 მეტრის ინტერვალით. თუ სამკუთხედის მეორე გვერდზე პარალელური ხაზები იმდენივეა, რამდენიც 5 მეტრის არის კათედზე, მაშინ სამკუთხედის სიმაღლე არის 50 მეტრის პროპორციული. ასე თუ სამკუთხედში ავთი პარალელური ხაზი ჩნდება, ესე იგი შენობის სიმაღლეა 50 გაყოფილი 100-ზე, 5 მეტრის თითოეულ ხაზზე. თუ პარალელურ ხაზებს დავამატებთ, მივიღებთ სიმაღლეს. ეს ყველაფერი არის ანიმაციაზე ნაჩვენები. მოდი ახლა ცოტა იუმორი ჩავთოთ. თალესი ბიძია, რა საჭიროა ეს პარალელური ხაზები? პარალელური ხაზები არაა მხოლოდ გეომეტრიისთვის, მათთან ერთად თეთრი ფურცელიც კი წესრიგშია. ანუ ეს წრფები წერისთვისაა? არა, უბრალოდ გიჩვენები, როგორ შეიძლება წესრიგი დავამტკიცოთ მათემატიკითაც. გაიცნით ახლა რას ველოდებით ხალხო? ამ ChatGPT-ს დაწერილ ხუმრობებს ხო ვერ გაიგებთ რა. ეს იყო თალესის თეორემა, უბრალოდ და გენიალური, რომელიც დღესაც ამარტივებს ჩვენ ცხოვრებას. თუ მოგეწონათ, არ დაგავიწყდეს ჩვენი არხის გამოწერა. ის სკოლის პროექტია. და გახსოვდეთ, პარალელურ წრფეებს ყოველთვის თავიანთი საქმე აქვთ.